მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. დღეს ვაგრძელებთ იოანეს სახარების განმარტებას. მოკლედ გაგახსენებთ, რომ მაქონდეს წინა საუბართან. წინა საუბარში ჩვენ განვიხილეთ მეოთხე თავი, საუბარი ქრისტეს საუბარი სამარიელ ქალთან და რა იყო ამ საუბარში ყველაზე მთავარი, მნიშვნელოვანი. რა უთხრა ქრისტემ ქალს, რომ მე ვისაც მიცემ წყალს, ის წყალი მარადიული სიცოცხლისკენ წაიყვანს მას, ანუ სული წმინდას, განახლის სიცოცხლის განახლებას, რომელსაც მე მოგცემთ, თქვენში იქცევა მარადიულობისკენ მიმოვამდინარეთ და შეუჩერებლად წაიყვანთ მარადიული ცხოვრებისაკენ. და მეორე, ქალი ეკითხება, სად უნდა ვცე ღმერთს თაყვანი? და ქრისტეს პასუხი როგორია? რომ ადგილი აღარ არის მნიშვნელოვანი. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, მოსვლის შემდეგ თაყვანისცემის ღმერთის თაყვანისცემის ადგილი აღარ არის მნიშვნელოვანი. თავარი ახლა სულით და ჭეშმარიტებით უნდა სცეს ღმერთს კაცმა თაყვანი. და ღმერთი სულია, ამიტომაც თაყვანისცემელი მისი სულით და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ მას თაყვანს. და შემდეგ განაგრძობს თხრობას იოანე მახარებელი და გადადის იუდეველთა დღესასწაულზე მომხდარ ამბავს. მეხუთე თავი იწყება ასე: შემდგომად ამისა იყო იუდეველთა დღესასწაული და ავიდა იესო იერუსალიმში. ნახეთ, მე ეს მეხუთე თავი დავყავი 4 ნაწილად, რომ ეს გასაგები იყოს ჩვენთვის რაზეა საუბარი. ნახეთ, ეს მეხუთე თავი. პირველი ნაწილი არის სასწაული მომხდარი ბეთესდაზე. ბეთესდა რა არის, ახლა ვიტყვით. მეორე ნაწილი შაბათის საკითხი, შაბათის პრობლემა. მესამე საკითხი მამამ მსჯავრი გადასცა ძეს, ანუ მამა ღმერთმა სამსჯავრო ადამიანებზე გადასცა ძეს. ძე არის უფლებამოსილი, ძე ღმერთი, რომ მსჯავრი გამოიტანოს ადამიანებზე და მეოთხე ნაწილი 4 მოწმობა ძე ღმერთისთვის. 4 რამე, რამაც დაამოწმა, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, ძე ღმერთი. მოდი წავიკითხოთ ჯერ პირველი ნაწილი და განვიხილოთ პირველ ნაწილში რა ხდება. შემდგომად ამისა იყო იუდეველთა დღესასწაული და ავიდა იესო იერუსალიმში. ხოლო იერუსალიმში ცხვრის კარიბჭის მახლობლად არის აუზი, რომელსაც ებრაულად ქვია ბეთესდა, რომელსაც 5 ბჭე აქვს. და იწვა იქ სნეულთა სიმრავლე, ბრმები, კოჭლნი, დავრდომილნი, დიდი სიმრავლე, რომლებიც მოელოდნენ წყლის ამღვრევას. ვინაიდან ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს და ვინც წყლის ამღვრევისას პირველი ჩავიდოდა მასში, რომელიც სენითაც არ უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა. იყო იქ კაცი, რომელიც 38 წელიწად იტანჯებოდა თავისი სენით. იხილა იგი იესომ წოლიარე და მიხვდა, რომ დიდი ხანია ასე და უთხრა მას, გინდა განიკურნო. მიუგო მას სნეულმა უფალო, კაცი არა მყავს, რომ წყლის ამღვრევისას ჩამაგდოს აუზში, ვიდრე მე მივალ სხვა მასწრებს ჩასვლას. და უთხრა მას იესომ, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი. ამ ისვე განიკურნა იგი, აიღო თავისი საწოლი და წავიდა, ხოლო ის დღე იყო შაბათი. ეს არის ბეთესდაზე მომხდარი სასწაული და რას ნიშნავს ეს სასწაული? რატომ აღასრულა უფალმა ეს სასწაული ბეთესდაზე? ნახეთ, მე თქვენ წინა საუბრებზე გაჩვენეთ, ეს არის მაკეტი, რეკონსტრუქცია იმ ტაძრის, სადაც იესო ქრისტე შედიოდა ხოლმე. ეს ტაძარი იერუსალიმში დღეს აღარ დგას. ახლა ეს პატარა მაკეტია, მაგრამ ეს დაახლოებით ეს ტერიტორია არის 16 ფეხბურთის სტადიონის ხელა. ეს იმ ხელა ტერიტორია. ეს ტაძარი საკხელა დაახლოებით 9 სართულიანი სახლის ხელა, ეს ტაძარი შიგნით დგას. უზარმაზარი კომპლექსი იყო ეს. და ულამაზესი, უმშვენიერი, ეს გუმბათი ამ ტაძრის სულ მოოქროვილი იყო, ტაძარი თეთრი იყო თვითონ და შორიდან ხედავდა ხალხი ამ წინვალებას ამ ტაძრისას. და წერია, რომ იუდეველთა დღესასწაულზეო ცხვრის კარიბჭესთანო იყო აუზი,
რომელსაც ერქვა ებრაულად ბეთესდა. აი ეს ცხვრის კარიბჭე, ანუ ცხვრის ჭიშკარი, ხო? ამ ტაძარს ხონდა 4 მხრიდან ჭიშკრე შესასვლელები. აი ამ გალავანს ხონდა, აი აქ ხონდა ჭიშკარი, რომელსაც ერქვა ცხვრის კარიბჭე. ცხვრის ჭიშკარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ეს დაიმახსოვროთ, რადგან სხვა ადგილებშიც ლაპარაკობს უფალი ამაზე. მაგალითად ამბობს, მე ვარ კარი ცხოვართა. ანუ ცხვრის ჭიშკარი მე ვარ ამბობს ქრისტე. ეს კი არა აქ რომ აქვს. რატომ ერქვა ამას ცხვრის ჭიშკარი? ამ ტაძარში მთავარი მსახურება რაში მდგომარეობდა იუდეველთა მსახურება რა იყო? მსხვერპლის შეწირვა. მოვიდოდა ადამიანი და მოიყვანდა მსხვერპლს, ანუ ცხვარს, კრალს შესაწირად. აი ამ ცხვრის ჭიშკრიდან შემოყავდათ ეს სამსხვერპლო ცხოველები. აი აქ იყო აუზი, აი აუზები, წყალი, სადაც ამ ცხოველებს ბანდნენ, ასუფთავებდნენ, რომ სუფთა განვალილი შეეყვანათ ტაძარში. ამიტომ ერქვა ამას ცხვრის კარიბჭე. ცხვრის კარიბჭე. და აი აქაო ცხვრის კარიბჭესთანო იყო საბანელიო, რომელსაც ბეთესდა ერქვა. აი ასე გამოიყურებოდა ის, ხედავთ ამათ შორდანჟილებას ძნელი, მაგრამ შემდეგ ახლდან შეიძლება 5 ბჭე ქონდაო მასო. 5 სტოვა არის სვეტებიანი დარბაზი. 5 ბჭე როგორ ქონდა, ნახეთ, 2 აუზი იყო, 2, 1 ბჭე, მეორე ბჭე, მესამე, მეოთხე და შუაში იყო ერთი გამყოფი ბჭე. 5 დარბაზი. აი ამ გარშემო, აუზის გარშემო იწვნენო სნეულნი, კოჭლნი, დავრდომილნი, ბრმები, სხვა სნეულებები შეპრობილი და ელოდნენ წრის ამღვრევასო. ამ ბეთესდა ებრაულად ნიშნავს წყალობის სახლს, მადლის სახლი, რადგან რაღაც ამ სასწაულთან იყო დაკავშირებული ეს ადგილი, რომ დრო და დრო ყოველ წელს ანგელოზი გადმოდიოდაო ეციდანო და ამღვრევდა ამ წყალსო. და ვინც პირველი ჩავიდოდა ამ ღრეულ წყალში, იკურნებოდა ყველანაირი სნეულებით, რომლითაც არ უნდა ყოფილიყო სნეული. და ნახეთ როგორი საინტერესოა. იწვნენ ნახეთ წერი ბრმები, სნეულნი, კოჭლნი, დავრდომილნი და მრავალი სიმრავლე ამოვანტყოფების, ავად სნეულების და მოდის მესია. იესო ქრისტე მოდის. იესაიას წინასწარ მეტყველება არსებობს, სადაც ის ამბობს, რომ მაშინ როცა მოვაო ქრისტე, როცა მოვა მესიაო, ბრმებს თვალები აეხილებათო და კოჭლნი ირემივით დაიწყებენ ხტუნვასო. კოჭლები და დავრდომილებიო, ირემივით დაიწყებენ ხტუნვასო. და ზუსტად ეს ხდება. მოვიდა ქრისტე, მოვიდა მესია და სადაც აი ეს კოჭლები და დავრდომილები წვენან, იქ მოვიდა ზუსტად. და დაინახაო ერთი კაციო, რომელიც 38 წელი იყო სნეული და აი აქ იწვა, აი ამ სადღაც რომელიღაც წეში იწვა აი ეს კაცი, შეიძლება, აი ამ ადგილას იწვა და ელოდა წყლის ამღვრევას. ეს კაცის დამბლადაცემული რას ნიშნავს ჩვენ ენაზე? მოწყვეტილი იყო, ან წელმოწყვეტილი იყო, ან კისრიდან იყო მოწყვეტილი, ხომ? რაღაც ხერხემლიდან იყო ალბათ, დაზიანებული იყო, ხერხემლის მალებში ჰქონდა და ვერ მოძრაობდა. ისე ვერ მოძრაობდა, რომ დაინახავდა, რომ წყალი იყო ამღვრეული, მიფორთხვაც არ შეეძლო ამ წყალთან და ამბობს ქრისტე ეგუნება, რომ არავინ მყავს, რომ გადამაგდოს. ანუ ვიღაცამ თუ არ გადააგდო, ვერ ჩახდება იმ წყალში, გესმით? ანუ წელმოწყვეტილი კაც კიდე შეუძლია, რომ ხელებით დაეყრდნოს და ჩახდეს სხვა წყალში, მაგრამ კაცი ისეთი სნეულია, რომ საერთოდ ვერ მოძრაობს, რომ წერს იმ თავის ლეიბზე იმ აუზის პირას. და 38 წელს იტანჯებოდა თავისი სენითო. შემდეგ ჩდება სახარებიდან, შემდეგი თხრობიდან, რომ კაცს ცოდვის გამო სასჯელია იმ კაცისთვის ეს სნეულება. რაღაცა ცოდვა აქვს ჩადენილი ამ კაცს და იმ ცოდვის გამო ისჯება 38 წელიწადი ამ შემთხვევაში ეს კაცი. ნახეთ 38 წელიწადი. რატომ ამოარჩია ქრისტემ ეს კაცი? რომ ჩვენთვის ეჩვენებინა, შემდეგ ვინც სახარებას წავიკითხავდით, რომ სნეულება ხანდახან სასჯელია ცოდვისათვის. რა თქმა უნდა, სნეულება საერთოდ ცოდვისგან გამომდინარეობს, როცა ცოდვა არ ქონდათ ადამიანებს ჩადენილი 64-ის ბაღში, ედემის ბაღში, მანამდე სნეულებაც არ არსებობდა. როგორც კი ცოდვა ჩაიდგინეს, იქიდან დაიწყო სნეულება, ხო? მაგრამ ასეთი მძიმე შემთხვევა
კონკრეტულად რომელიღაცა ცოდვის შეცოდების ბრალია. და 38 წელი არის სიმბოლური რატომ? უყურეთ, ქრისტე მიწოდა რომ ეს კაცი 38 წელია წერს და რატომ? ისრაელი როცა გამოვიდა ეგვიპტის მონობიდან, რამდენი წელი იარა, სანამ მიაღწევდა აღთქმულ ქვეყანას? რამდენი? 40 წელი, ხო? მაგრამ უყურეთ რა შესაქმე? 2 წელიწადი მოუნდეს ისინი რომ მისულიყვნენ აღთქმულ მიწამდე. ეგვიპტე და ისრაელი არ არის ძალიან შორს ერთმანეთისგან. ეგვიპტიდან ისრაელამდე რომ მიხვიდეთ, სულ წელიწად ნახევარში მეორე წელს უკვე მივიდნენ აღთქმულ მიწამდე. სადაც ხა ისრაელია, მაგრამ რა მოხდა შემდეგ? ღმერთს ეურჩნენ. ღმერთმა უთხრა რომ უნდა შეხვიდეთ ამ მიწაზე და დაიმკვიდროთ. მაგრამ ამათმა გააგზავნეს მზვერავები 12 კაცი და დაზვერეს ის მიწა. იქ ხო წარმართი ხალხი ცხოვრობდა. ისინი მოვიდნენ და უთხრეს ღმერთი კი გეუბნებათ რომ უნდა შეხვიდეთ და დაიმკვიდროთ ეს მიწა, მაგრამ იქ ისეთი ხალხი ცხოვრობს, ან დახოცავენ ჩვენ ვერ შევძლებთ ამას. ღმერთს არ დაუჯერეს, ღმერთს ეურჩნენ და ამიტომაც ღმერთმა უთხრა მოსეს მოატრიალე ახლა ეგ ხალხი მაქედან, აი ისრაელის საზღვართან დგანან, აი ამ ურჩობისთვის და ურწმუნოებისთვის ცოდვა ჩაიდინა ისრაელმა. მოატრიალე ეგ ხალხი და იმდეხანს ვატარებ უდაბნოშიო, სანამ მათი ძვლები არ დარჩება, დაიყრება უდაბნოში და ეს თაობა ვერ შევა აღთქმულ მიწაზეო. ესე და 38 წელი იყო ფაქტიურად რა? სასჯელი იმისთვის, რაც მათ ჩაიდინეს. 2 წელი პლუს 38, 40 წელი გამოვიდა. ანუ ეს კაცი 38 წელია სნეული თავის ცოდვის გამო და ქრისტეს უნდა გვაჩვენოს, რომ ღმერთს შეუძლია შველა აი ამ მდგომარეობაში. და მივიდა ქრისტე და უთხრა მას, გინდა განიკურნო. რატომ ეკითხება უფალი, გინდა განიკურნო? არ იცის რომ უნდა, აბა იქ რატო წევს? რომ უნდა რომ განიკურნოს, იმიტომ რომ კაცმა უნდა თქვას, რომ მინდა განკურნება, მინდა შველა. აი მე მახსოვს ერთხელ ჩვენთან მოვიდა ერთი წლების წინ იყო ეს სხვა ქალაქში იყო ამ სამშენებლო აქ მოვიდა ადამიანი და ოჯახური პრობლემა ჰქონდათ მას და მის ცოლს და ცოლთან საკითხი ჰქონდა საუბარი, ეს ქმარი მოვიდა რომ ესაუბრა ჩემთან და ამ ხმას მესაუბრება და ვატყობ რომ მაინც და მაინც არ უნდა ჩემი მოსმენა და ბოლოს ვკითხე, გაყრაზე გაყრის მდგომარეობაში იყვნენ და მე ვკითხე რომ გინდა მეთქი რომ ეს ხო გინდა მეთქი, არ მინდა რომ გამოსწორდეს. კაცმა აღიარა რომ არ მინდა. ანუ ისმის, როცა შენ ღმერთთან საშველად მოდიხარ, უნდა ეს გამოკვეთილი სურვილი გქონდეს რომ გინდა გადარჩენა, გინდა შველა, გინდა რომ გადარჩე, გინდა რომ ცხონდე, ესმით და ეს უნდა ათქმევინოს უფალმა და ის ამბობს, უფალო როგორ არ მინდა, მაგრამ საშველი არ მაქვს. არავინ ამყავს რომ დამეხმაროს რომ ჩამაგდოს წყალში და ქრისტე არის მისი მშველელი. მისი ხსნელი არის ქრისტე, არ ჭირდება მას წყალში ჩასვლა და ქრისტე უნება. აიღე შენი საწოლი და წადი. ნახეთ და აქედან მოყოლებული 5 ჯერ მეორდება. აიღო კაცმა საწოლი და წავიდა. იუდეველებმა კითხეს, ვინ გითხრა შენ აიღე საწოლი და წადი? იმან უთხრა, იმ კაცმა მითხრა აიღე საწოლი. რატომ მეორდება 5 ჯერ? აიღე შენი საწოლი და წადი. და მართლაც ადგა ეს კაცი მყის განიკურნა, იმ წამს განიკურნა, ღვთის სიტყვამ განკურნა იმ წამში. აიღო თავისი საწოლი, რაზეც იწვა ალბათ რაღაცა ლეიბი იქნებოდა, რამე რაღაცა ძვირფასი არაფერი იქნებოდა და წავიდა, ხოლო ის დღე იყო შაბათი. ეს მონაკვეთი ასე მთავრდება, ის დღე იყო შაბათი. და აი ამიტომაც ეუბნება, მეორდება 5 ჯერ. აიღე საწოლი და წადი. რატო? უყურეთ, აქ უკვე იწყება ის მეორე შაბათის საკითხი. დაბრძანდით და მოგვისმინეთ თქვენ. შაბათის საკითხი. აი, აქ წინაც არის ადგილები. შაბათის საკითხი. ნახეთ? ამ განკურნებულ კაცს საშიშროება ემუქრება, რომ
იქვე მოკვდეს. და რატო? ეუბნებიან მას. ეუბნებოდნენ იუდეველები განკურნებულს. დღეს შაბათია, არ უნდა აღიღო შენი საწოლი. დღეს შაბათია და არ გაქვს უფლება რომ აიღო შენი საწოლი. მიუგო მათ, ვინც გამკურნა, მან მითხრა აიღე შენი საწოლი და წადიო. და კითხეს, ვინ არის ის კაცი, რომელმაც გითხრა აიღე შენი საწოლი და წადი? მაგრამ განკურნებულმა არ იცოდა ვინ იყო, რადგან იესო იქვე მგომ ხალხში გაუჩინარდა. შემდგომად ამისა, ტაძარში იპოვა იგი იესომ და უთხრა, აჰა, განიკურნე. აღარ შესწოდო, რათა უარესი არ დაგემართოს. წავიდა ის კაცი და აუცნობა იუდეველებს, რომ იესოა, რომელმაც განკურნა იგი. ამიტომ იუდეველები სდევდნენ იესოს და ცდილობდნენ მოეკლათ იგი, ვინაიდან ამას იქმოდა შაბათს. შაბათის პრობლემა დგას ახლა აქ. შაბათის საკითხი. ნახეთ, მოსეს რჯულში, აი 10 მცნება ხო ჩვენც ვიცით ყველა. მოსეს რჯულში ებრაელებს ჰქონდათ ერთი მთავარი მცნება, შაბათის დაცვა. წმინდა ხავ დღე იგი შაბათი, ანუ მე-7 დღე წმინდა ხავ და დაიცავი როგორც საუფლო დღე. ამ დღეს ღმერთია უნება ისრაელს, არ აკეთო არავითარი საქმე, არ ჩვენმა შვილმა, არ ჩვენმა მდგმურმა, არ ჩვენმა მოსამსახურემ, არავინ. რადგან მე-7 დღე ეკუთვნის უფალს. ეს არის გამოსვლათა მე-20 თავში. მე-7 დღე კი უფლის შენი ღმერთის შაბათია. არავითარი საქმე არ გააკეთო, არ ჩვენმა ვაჟმა, არ ჩვენმა ასულმა, არ ჩვენმა ყრმამ, არ ჩვენმა მხევალმა, არ ჩვენმა პირუტყმა, არ ჩვენმა მდგმურმა სახში რომ ყავს. რადგან 6 დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა და მე-7 დღეს განისვენა უფალმა. უფრო მეცეუნება 31 თავში ნახეთ, უფრო მძიმეა ეს ცნებები, სადაც 31 თავში ეუბნება, რომ უნდა 6 დღეს აკეთოს საქმე ისრაელმა და მე-7 დღე საუქმო შაბათია. ყველა ვინც კი შაბათს დღეს საქმეს გააკეთებს, შემოდიხარ, გადაკეთე, შემოდიხარ. ყველა დღე ვინც კი ამ დღეს საქმეს გააკეთებს, უნდა მოკვდეს. ასეთი კაცრი იყო რჯული, რომ მე-7 დღეს ვინც კი საქმეს გააკეთებს, უნდა მოკვდეს. ნახეთ, შემდეგ ებრაელები და მოძღვრებმა რაბინებმა პრობლემა რა შემდგომარეობდა. აი ამას შაბათი დღის დაცვას დაახლოებით 10 კიდევ მცნება, 1000 უკაცრავად, 1000 კიდევ განმარტება დაუმატეს, როგორ უნდა დაეცვათ ეს მცნება. აი რა, მაგალითად, რა შეიძლებოდა შაბათს, რა არ შეიძლებოდა, მაგალითად, რომელი ნივთის გადატანა შეიძლებოდა, რომელი ნივთის გადატანა არ შეიძლებოდა. ესმით, აი, რომ არავითარ სუნციედაც კი არ დაერღვიათ ეს შაბათი, რადგან სიკვდილი ემუქრებოდა შაბათის დამრღვევს. მე-5 წიგნის თორას მე-5 წიგნში არის კიდევ განმარტება ამ შაბათის დღის, რატომ მისცა ღმერთმა შაბათი ებრაელებს. მაგრამ აი ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება, აი ჩვენ რომ კარგად გვესმოდეს ეს. ნახეთ, რომ ჩვენ გვესმოდეს რომ ცნება ყველაფერი ადამიანის ბედნიერებისთვის მოეცა. ცნება კი არ არის ჩვენი თვითმიზანი, არამედ ის ცნებამ ჩვენ უნდა გავხადოს ნეტარი და ბედნიერნი, ხო? ამას ეუბნება უფალიც რომ შაბათი ადამიანისთვის შეიქმნა და არა ადამიანის შაბათისთვის. ნახეთ? აი ადამი და ევა როცა შექმნა ღმერთმა 60-დღეში და უთხრა რომ დაამუშავეთ მიწა, გამრავლდით, ინაყოფიერეთ, იქ შაბათის დაცვა ხომ არ დაუვალებია მათთვის. არ დაუვალებია. თვითონ განისვენა მე-7 დღეს ღმერთმა გმილებისაგან, მაგრამ ადამიანს და ევას სოდვით დაცემამდე შაბათის დაცვა არ ევალებოდა. შემდეგაც, როცა სოდვით დაეცენ და 60-დან გამოვიდნენ, არც შემდეგ არ ჰქონდათ შაბათის დაცვა მცნება. არც ნოეს დროს, როცა ნოეს კიდობანი აიგო და წარღვნა მოხდა, არც მაშინ ეთხოვდა ღმერთის შაბათის დაცვას. აბა როდიდან ჩნდება შაბათის დაცვის მცნება?
როდიდან? როცა ეგვიპტის მონობიდან გამოვიდნენ ებრაელები, აი იმ დროს მისცა ღმერთმა სინას მთამდე რომ მივიდნენ, ეგვიპტე რომ გამოვიდნენ, სინას მთაზე მისცა ღმერთმა რჯული და აი პირველად იქ ჩნდება მე-7 დღის უქმობის ცნება. და აი ამ ტყვეობიდან გამოხსნასთანაა კავშირში. გესმით, შაბათის დაცვა. ქრისტეს ეს უნდა გააგებინოს ისრაელს. რომ შაბათის დაცვა თვითმიზანი კი არ არის, თქო უნდა გახსოვდეთ, რომ ტყვეობისგან გამოხსნის გამო მოგცათ ღმერთმა ეს ცნება. რადგან ისრაელის ეგვიპტიდან გამოხსნაც ეშმაკის მონობიდან გათავისუფლებას განასახიერებდა, ხო? ეს ფარაონი ეს იყო ეშმაკის განსახიერება. ფარაონს რომელსაც დატყვევებული ყავდა ისრაელი. და ნახეთ რა შეუნება, ეს არის უკვე მეორე რჯულის, ანუ თორას მე-5 წიგნის მე-5 თავში. აი რა საინტერესოა და ეს ყველაფერს გაგიხსნით, რას ნიშნავს შაბათი. მე-7 დღეს უფლის შენი ღმერთის შაბათია. არაფერი საქმე არ აკეთო არ ჩენ, არ ჩენმა ვაჟმა, არ ჩენმა ასულმა, ყველაფერს იმეორებს, არავინ არაფერი საქმე არ აკეთოს. გახსოვდეს, რომ ყმა იყავი შენც ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიყვანა იქიდან უფალმა შენმა ღმერთმა ძლიერი ხელით და შემართული მკლავით, ამიტომ გიბრძანა უფალმა შენმა ღმერთმა შაბათი დღის დაცვა. ნახეთ როგორ გამარტებაა, რომ რადგან ღმერთმა მონობიდან გაგათავისუფლაო აი ამ ეგვიპტის გამოყვანითო, ამიტომ გიბრძანა შაბათის დაცვა. ასე ნახეთ, რომ აი შენი ყრმა, ან შენი მოსამსახური, ან შენი შვილი სახში რომ მუშაობ შაბათ დღეს, ფაქტიურად ამ ქვეყნის მონაა. ამ ქვეყნიურ სამსახურება, ხო? ისე უღელი ადევს ამ ქვეყნიური სამსახურის. ღმერთი ეუბნება, რომ არ აკეთოთ ეს. თავისუფლების სიმბოლოა შაბათი, ამას ეუბნება. როგორც თქვენ ღმერთმა გაგათავისუფლათ ამ ეგვიპტის მონობიდან, ყველა გაათავისუფლეთ, საკუთარი თავიც გაათავისუფლეთ და ყველა თქვენს სახში და თქვენს ოჯახში და თქვენს კარმიდამოში ყველა გაათავისუფლეთ შრომის სიმძიმისგან. გასაგებია? და ქრისტე კიდევ ამიტომ ეუბნება ამათ, რომ აი მაგალითად ერთ ადგილას წყალმანკით შეპყრობილს განკურნავს, რომელიც ირჩობა, ხო? სხეულში აქვს წყალი სულ ამ სასოდავ ადამიანს. და ქრისტე შაბათს განკურნავს ამას. და მე ესენი ამათ ეუბნება, რომ შეიძლება შაბათს ამის განკურნება თუ არაო, და ესენი ხმას ასცემენ. დამუნჯებულები არიან აი ამ ჩაკეტილები არიან ამ კანონში და ქრისტე ეუბნება, კაცო, დაფიქრდით ხალხო, ნამუსი გამოაღვიძეთ, ქრისტე ეუბნება, ესე ჩვენი იმით რო თქვა. კაცო, ხარი რო ან ვირი რო ჩაგივარდეს ჭაში და იხჩობოდეს, შაბათ დღეს ხომ ამოიყვან, ქრისტე ეუბნება. რადგან კანონით, რაბინული განმარტებით, თუ ჩავარდა ვირი ჭაში, შაბათ დღეს უნდა ამოიყვანო, იმიტომ რომ ყვდება. და ქრისტე ეუბნება, ეს ადამიანი იხჩობოდა წყალმანკით, ეს ყვდებოდა და ამის გადარჩენის უფლება არ ქონდა. გესმით? და ამიტომაც ქრისტე აი ესე მიზანმიმართულად შაბათს აღასრულებს კურნების სასწაულებს. ბევრ ადგილას. და ეუბნება, მამა ჩემი დღემდე ასე იქმს და მეც ვაკეთებ. მამა ღმერთს, თქოს ქრისტეს ისეთი თქმა უნდა ცით, რომ მამა ღმერთს მას მერე რაც ადამიანი ცოდვით დაეცა, განსვენება აღარ აქვს მას. მამა ღმერთს აღარ აქვს მოსვენება და განსვენება, რომ წუხს აი ამ თქვენ მდგომარეობაზე და ამიტომ ამბობს, რომ დღემდე მამა ჩემი აკეთებს და მეც ვაკეთებ. ნახეთ, ესაია წინასწარმეტყველის მე-40 თავში არის ეს ძალიან კარგად ნათქვამი და ქრისტე ამიტომაც მათ ამ ხელს დაეუბნება, თქვენ რომ წერილი იცოდეთ, გეწოდინებოდათ, რომ ეს ასეა. მე-43 თავში ნახეთ, ისრაელს ეუბნება ღმერთი. არ გიყიდია ჩემთვის ვერცხლით სუნელებანი და არ გაგიძლიერებია არ შენი საკლავების თქონით. ანუ შენ არ მემსახურებოდი მე ისრაელს ეუბნება ღმერთი. შენ კი მე თვითონ მამსახურებდი შენი ცოდვებით და მღლიდი შენი დანაშაულებით. ახლა ღმერთი ეუბნება ისრაელს, რომ დააღლილი ვარ შენი ცოდვების გამო
და დანაშაულებების გამო. და ესენი კიდე ეუბნებიან, რომ ღმერთმა განისვენა და ჩვენც უნდა განივისვენოთ და ამ განკურნებულის ბეთესდას აუზზე განკურნებულის პრობლემა ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ რას ეუბნებიან? არა გაქვს უფლება საწოლი აიღო და წახვიდეო. აი ესაა პრობლემა. ნახეთ, მათ თვალწინ მოხდა ასეთი ღვთაებრივი სასწაული, რომ კაცი 38 წლის შემდეგ განიკურნა და ისინი ეუბნებიან, შაბათია და არ გაქვს უფლება რომ აიღოს საწოლი და საწოლი წაიღო, რადგან ერთი ადგილიდან რაღაცის გადატანა მეორე ადგილას ითვლებოდა სოდვად რაბინების განმარტებით. თუმცა თვითონვე ამას გვერდს ურიდნენ, აი შეგიძლიათ როგორ აიარათ გვერდი ამისთვის, თვითონაც კარგად იცოდნენ. აი მაგალითად, არ შეიძლებოდა შაბათს სახლიდან გამოგეტანა მაგალითად ტომარა ფქვილი გარეთ. აი, მოვიდოდა შენი მოვალე, მაგალითად თუ მოვიდოდა, გეტყოდა, აი ტომარა ფქვილი მომეცი ქუჩას გარეთ გა, სახლის გარეთ გა ზეზოში. შენ არ ქონდა უფლება რომ სახლის გარეთ გაგეტანა. და რაბინებმა ესეთი რამე მოიგონეს, რომ ამას ამ ტომარას სახლის ზღრუბლზე დადებდნენ. სახლის გარეთ არ გაუტანია, ზღრუბლზე დადო. ის მოვიდოდა და იქიდან აიღებდა და წაიღებდა. ვითომ არ დაარღვიეს ცნება. ვითომ არ დაარღვიეს, გესმით? აი ესე გვერდსულდა, აი ამ ზაკრობას რო ხედავდა ქრისტე, თუმცა მრისხანებით შეხედა აი ამათ უგულობას, მათ აი ამ შეუგნებლობას და გარისხებული ამხილებს აი ამათ გულქვეობას და ეუბნება. ქრისტე ეუბნება, ამიტომ იუდეველებიო, ნახეთ, იუდეველების დევნიდნენ იესოს და ცდილობდნენ მოეკლათ იგი, ვინაიდან ამას იქმოდა შაბათს. რადგან იმ კაცს მოუთხრა, რომ აი ამან რომ იესუამ მითხრაო, იესო მითხრაო, რომ აიღე შენი საწოლი და წადიო. ამიტომ მოკლა უნდოდათო მისიო, რადგან შაბათს არ ღვევდა იესო. ხოლო იესომ პასუხად ეუბნებოდა, მამა ჩემი აქამდე იღწვის და მეც ვიღწვი. აი რაც ლაპარაკი, მამა ჩემი დღემდე აკეთებს და მეც ვაკეთებ. მით უფრო მეტად ცდილობდნენ იუდეველები მოეკლათ იესო, ვინაიდან არა მარტო არ ღვევდა შაბათს, არამედ თავის მამას უწოდებდა ღმერთს და ღმერთს უტოლებდა თავს. შაბათის გამო უნდათ მისი მოკლა და ამბობდა, მამა ჩემი დღემდე იღწვის ასე და მეც ვიღწვი. რას ნიშნავს აი მამას უწოდებდა ღმერთსო. ჩვენ ღმერთს მამას უწოდებთ? უწოდებთ, ქრისტიანები უწოდებთ, მაგრამ ებრაელებისთვის, აი მანამდე, ქრისტემდე ღმერთისთვის მამის დაძახება იყო აკრძალული. მათი რაბინები ამბობდნენ, რომ მამა უწოდო ღმერთს, ეს არის ძალიან ინტიმური, ეს ძალიან დიდი სიახლოვეა. არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება, რომ ღმერთს უწოდოს მამა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ისინი ამბობდნენ, მამაო ჩვენო, ან ისრაელის მამა, ჩვენი ხალხის მამა, მაგრამ ერთმა კაცმა ღმერთს უწოდო მამა, აკრძალულია, არ შეიძლება. ესმით? და ქრისტე, ნახეთ, ებრაულში ავ ნიშნავს მამას და აბა, არამეულად ნიშნავს მამას, აბა, არის მამა. მაგრამ აბა უფრო მეტია ვიდრე მამა. აბა ნიშნავს აი მამილო, ან მამიკო, ან ძალიან ახლობლური ნათქვამია მამა. და ქრისტე როცა ლაპარაკობდა მამა ღმერთზე, ამბობდა ზუსტად ამ სიტყვას, მამა, ჩემი მამა, ასე ამბობდა. ამიტომაც ებრაელები აკრა ზუსტად ხვდებოდნენ, რომ რას გულისხმობდა ამ სიტყვაში და ცოფდებოდნენ, რომ ეს ღმერთს საკუთარ მამად მიიჩნევსო. ვერსად იუდეველთა მაგალითად ლოცვებში, ღვთისმსახურებაში ვერსად ვერ იპოვით თქვენ, რომ ერთი კაცი უწოდებდეს ღმერთს მამას. მაგრამ ჩვენ, აი გალატელთა მიმართ ეპისტოლეშია ეს. ქრისტემო, რადგან კაცი გახდაო და ღვთისშვილობა მოგვანიჭა ჩვენцо, ვღადებთო, აბა, მამაო, ჩვენ შეგვიძლია ღმერთს უთხრათ მამა. აი თქვენს ლოცვებში მამა ღმერთს შეიძლება უთხრათ მამაო, შემეწიე. მამაო დამეხმარე. თქვენ უკვე შეგიძლიათ უთხრათ, რადგან ქრისტემ ჩვენი მსგავსი გახდა და ჩვენ მოგვცა უფლება, რომ ჩვენც მამა უწოდოთ ღმერთს. ამის პრივილეგია არ ქონდათ
მორწმუნე ხალხს ქრისტემდე. და მესამე ნაწილი, მამამ მთელი მსჯავრი გადასცა ძეს. ხოლო იესო პასუხად ეუბნებოდა მათ, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც მის მსგავსად იქმს. რადგანაც მამას უყვარს ძე და ყველაფერს უჩვენებს მას, რასაც იგი იქმს და ამაზე უმეტეს საქმესაც უჩვენებს მას, რათა გიკვირდეთ თქვენ. ვინაიდან როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდართ, ასევე ძეც, ვისაც ნებავს აცოცხლებს. რადგან მამა არც განსჯის არავის, არამედ მთელი მსჯავრი გადასცა ძეს. მამამ მთელი მსჯავრი გადასცა ძეს. რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემდნენ მამას, რადგან ვინც პატივს არ ასცემს ძეს, პატივს არ ასცემს მამასაც მის მომავლინებელს. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ვინც ისმენს ჩემს სიტყვას და სწამს ჩემი მომავლინებელი, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ მივა სამსჯავროზე, არამედ გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის სიტყვას და ვინც მოისმენს იცოცხლებს. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა კონდეს სიცოცხლე თავის თავში და მისცა მას ხელმწიფება მსჯავრის ქმნისა, რადგანაც ძეკაცის არს. ნუ გიკვირთ ეს, ვინაიდან მოვა დრო, როცა ყველა ვინ წევს საფლავში მოისმენს მის ხმას და ამოვლენ კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომად, ხოლო ბოროტის მოქმედნი განკითხვის აღდგომად. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად და როგორც მესმის ისევ სჯი, ჩემი მსჯავრი არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებელი მამის ნებას. აქ რას ამობს უფალი, ნახეთ, ძეკაცის ახსენებს. ძეკაცისა რა არის? ვიცოდეთ, ვისი სახელია ძეკაცის? იესო ქრისტეს. რატომ? იმიტომ რომ დანიელ წინასწარმეტყველის, ეს იყო ძველ აღთქმაში, დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში მე-7 თავში არის ნათქვამი, რომ მან იხილა დანიელმა, იხილე ღამის ხილვაში, ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი. ეს იყო დანიელის ხილვა. დიდი წინასწარმეტყველი იყო დანიელი ძალიან. და მე ვიხილე ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი. იგი ძველ დღეთასთან მივიდა და წარდგენილი იქნა მის წინაშე და მიიყვანეს იგი ღმერთთან, ანუ ძველ დღეთან ნიშნავს მარადიული ღმერთის სახელია ძველ დღეთან. მიიყვანეს მასთან და წარდგენილი იქნა მის წინაშე და მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და მეფობა, რათა ყველა ტომი და ენანი მას ემსახურონ, მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფება და ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა. დანიელმა იხილა ეს კაცის ძის მსგავსი, ადამიანის სახის რაღაც ადამიანი, რომელიც ღმერთთან მიიყვანეს და მიეცამეს მეფობა და ხელმწიფება, რომელიც იყო მარადიული და რომელიც არასოდეს არ დამთავრდება. და ებრაელთა რაბინები ძველ აღთქმაში ამბობდნენ, ეს არის მესია. ეს არის ქრისტე. აი ის კაცის ძის მსგავსი რომ იყო, რაც დანიელმა იხილა, აი ეს არის ის მესია, რომელსაც ჩვენ ველოდებით, რომელსაც ისინი დღესაც ელოდებოდნენ. ამიტომაც ქრისტე თავის თავზე ამბობს, რადგანაც ძე კაცის არის იგი და მას მიეცა მსჯავრი ადამიანებზე. ნახეთ, აი ქრისტე როდესაც მოვა მეორედ. რატომ იქნება ქრისტემ საჯული ჩვენი? რატომ არ მოვა მამა ღმერთი მაგალითად და რატომ არ გაგვასამართლებს მამა ღმერთი? ან ძე ღმერთი, რატომ? ან სულიწმინდა ბოდიში, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ მსგავსმა უნდა გაგვასამართლოს. იმიტომ რომ მაშინ აი ეს ნიმუში, ვისაც ჩვენ უნდა შევედაროთ და ვისი მაგალითითაც უნდა განვისაჯოთ, იქნება ხილული. იესო ქრისტე
კაცის მძის მსგავსი ტახტზე მჯდომარე. როცა ქრისტე ამაღლდა ზეცად, როგორ ამაღლდა? კაცის სხეული თუ სხეულის გარეშე? კაცის სხეული. და როცა ის მოვა მეორედ, როგორ მოვა? კაცის სხეული. როცა ამ ქვეყანაზე ცხოვრობდა იესო ქრისტე, კაცის ბუნება მას ხომ ჰქონდა? იცავდა რჯულს ქრისტე. იცავდა მცნებებს. და არ ღია რომელია მცნება მან. ბოროტება ჩაიდინა რამე? მზაკრობა იყო მის გულში, ადამიანურ ბუნებაში. არა. ამიტომ ქრისტე იქნება ის ნიმუში. დღესაც ჩვენთვის ნიმუშია, ვისაც უნდა მიუბაძოთ და როცა მოვა, ამიტომ გადასცა მამა ღმერთმა მთელი მსჯავრი ძეს, რადგან ძე კაცის არს, ჩვენი მსგავსია, გესმით? რაში დევს საიდუმლო ამისი? ამიტომ მიუწვდომელ ღმერთს, რომ მამას, რომელსაც ვერავინ ვერ იხილავს, იმას როგორ უნდა შევედაროთ? ხომ შეუძლებელია ეს? აი როგორ შეიძლება შენ მამა ღმერთს მიუახლოვდე, რომელიც არასდროს გიხილავს, არ გინახავს. ჩვენ ვიხილეთ ძე ღმერთი, რომელმაც კაცის ბუნება მიიღო და მამა ღმერთმა ამიტომ მთელი სასამართლო ჩვენზე, ჩვენს წინაპრებს და კიდევ ვინც მომავალში ვინც იქნება, გადასცა კაცის ძეს. გესმით? ამიტომაც დღესაც უყურე ჩვენ რომ ვამბობთ რომ ღმერთს უნდა მიუახლოვდეთო, რომ ვის გულისხმობთ ამ დროს? იესო ქრისტეს გულისხმობთ, აბა რა? იმიტომ რომ მე ის როგორც კაცი ისე ვიხილე და ამიტომ შემიძლია მას მიუბაძო. ხომ ესეა? მეც ხომ შემიძლია ყველა მცნება დავიცვა. მეც ხომ უნდა ვისწრაფო რომ მზაკრობა და ბოროტება არ იყოს ჩემში. ამიტომ ღმერთს მიუახლოვდე და მივიახლოთ დღეს ბევრად ადვილია, რატომ? იმიტომ რომ აი ნიმუში მყავს, აი იესო ქრისტე. მე შემიძლია ის ვიხილო და მას მიუბაძო. აი ეს არის, ამიტომ გადასცა მამამ თელის მსჯავრი ძეს. და ქრისტე აქ ამ მონაკვეთში, აი მესამე მონაკვეთში კიდევ ამბობს იმას, რომ მამა და ძე ერთი ღმერთია. სხვადასხვა პიროვნება, მაგრამ რასაც აკეთებს მამა, იმას აკეთებს ძე. რასაც სურს მამას, ის სურს ძესაც. სადაც არის მამა, იქ არის ძეც, გესმით? ანუ არსით ერთი ღმერთია, მაგრამ სხვადასხვა ვინ არიან? პიროვნებები. გესმით? ჩვენ რამდენი ღმერთი გვყავს ქრისტიანებს? ერთი. არსებით ერთი ღმერთი გვყავს, მაგრამ სამპიროვანი. სამი პირია მასში მამა, ძე და სული წმინდა. ნახეთ? და მნიშვნელოვანი ადგილი კიდევ. გეუბნებით რომ მოვიდა დრო ამბობს ქრისტე, როცა მკვდარნი მოისმენენ ღვთის ძის სიტყვას და ვინც მოისმენს სიცოცხლებს. რომელ მკვდრებზეა საუბარია? ზოგმა ალბათ იცის თქვენ შორის. აი, ქრისტე ამბობს რომ მოვიდა დრო, გახსოვთ სამარიელ ქალსაც რო ელაპარაკება ქრისტე. ქალო მერწმუნე მოვიდა დრო უკვე რომ როგორ? ხო, აი რომ მკვდარნი მოისმენენ ღვთის ძის სიტყვას და ვინც მოისმენს გაცოცხლდება. რომ ვინ მკვდრები? ცოდვით მკვდარ ადამიანებზეა ლაპარაკი. აი ჩვენც როცა ქრისტეს სიტყვა მოვისმინეთ, გავცოცხლდით. სულ შევიცვალეთ. სულ სხვა ადამიანებად ვიქეცით, ხომ ასეა? ამიტომ ქრისტე ამბობს რომ ახლა სიცოცხლე უკვე დაიწყო. ღვთის ძის სიტყვას ვინც მოისმენს, ის სიცოცხლებს. და შემდეგ ამბობს მეორეს. ნუ გიკვირთეს, ვინაიდან მოვა დრო მომავალში, როცა ყველა ვინც წევს საფლავში მოისმენს ღვთის ძის სიტყვას, ძის ხმას და გამოვლენ ყველანი საფლავებიდან, ზოგი მარადიული სიცოცხლისთვის, ზოგი მარადიული სასჯელისთვის. გესმით? აი, ძალიან მინდა ეს გავიგოთ, აი, ძალიან მნიშვნელოვანია. მარადიული სიცოცხლე ორჯერ ხდება, გესმით? და მარადიული სიკვდილიც ორჯერ ხდება, აი ეს უხეშად რო თქვა. მარადიული სიცოცხლე დაიწყო აქ ჩემთვის მაშინ როცა მე ვიწამე ქრისტე და მე როცა მე მოკვდები და საფლავში ვიწვევი, მეორედ მოსვლისას მის ხმას მე გავიგებ და გამოვალ უკვე მარადიული სიცოცხლისთვის, გესმით? ანუ ქრისტეს მეორე მოსვლისას ყველა აღდგება მკვდრეთ. გასაგებია რას ლაპარაკობს ქრისტე. სიკვდილიც ორჯერ ხდება. ერთხელ როცა შენ ამ ქვეყანაზე უარი უთხარი ღმერთის ძეს და სიკვდილში დარჩი და არ გაცოცხლდი
და მეორედ როცა ქრისტემ მოვა, მეორედ მოსვლისას და შენ მის ხმას გაიგებ გამოხვალ მარადიული სიკვდილისთვის. ანუ მეორედ მოსვლისას ხომ ზოგიერთი მარა საუკუნო სატანჯველში მიდის, გენიერში, გესმით? ამას ამბობს ქრისტე. არ გაგიკვირდეთ. უკვე მოვიდა დრო, როცა ერთხელ ცოცხლდებით სოდვისაგან და მეორედ საფლავებიდან გამოვა ხალხი სიცოცხლისათვის და ზოგიერთი უარ სიტყვის ამ გაცოცხლებაზე აქვე ბაგდო სიკვდილში დარჩება და მეორედ მოსვლისას გამოვა ისიც საფლავიდან ოღონდ მარადიული სატანჯველისთვის. ანუ მეორედ სიკვდილი ქვია მაგას. მეორე გენა ქვია ამას, მარადიული სატანჯველი. და ამას ამ ქრისტე ამბობს, რომ მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად, როგორც მესმის მამისგან, ისე განსჯი, ჩემი მსჯავრი, ანუ ჩემი მსჯელობა, ჩემი სამართალი, იმიტომ არის მართალი, რომ ჩემს ნებას, ადამიანურ ნებას კი არ ვეძიებ, ჩემი მოავლინებელი მამის ნებას ვეძიებ. და შემდეგ ეს 4 მოწმობა ზისთვის. მე ახლა სანამ გადავალ ამაზე, მინდა გთხოვოთ ყველას. როცა ვიცით რომ უყურეთ მე-6 თავზე უნდა ვილაპარაკოთ მომავალ კვირას, ხო? მე იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც მართლა დაინტერესებულია ამით, რომ ეს მაცხოვნებელი მოძღვრება მართლა გაიგოს. ჩვენ ხო ვიცით რომ მომავალ კვირას მე-6 თავი უნდა განვიხილოთ, ხო? მთელი ეს კვირა თქვენ მე-6 თავი უნდა იკითხოთ. გესმით რომ ტექსტი იმდენად ნაცნობი იყოს, აი შტოფი გერმანელები, იმდენად ნაცნობი იყოს თქვენთვის უკვე ეს ტექსტი, რომ აქ როცა უკვე მსჯელობ და განმარტავთ, ძალიან ადვილი იყოს გასაგებად, გესმით? სხვანაირად რთულია, სხვანაირად ძნელი, როცა შენ პირველად უსმენ ტექსტს აი ამ საუბარზე და იქვე განმარტებას უსმენ, მაშინ ძალიან ძნელია აღქმა ამის. მაგრამ თქვენ რომ ახლა მთელი კვირა მე-6 თავზე იმუშაოთ, იფიქროთ, იკითხოთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ, შემდეგ კვირას რომ მოხვალთ და განმარტებას ძალიან ადვილად და მარტივად გაიგეთ. გესმით ის თქვა მინდა მე? ამიტომ ეს გაითვალისწინეთ მათთვის, ვინცაც მართლა აინტერესებს ღვთის სიტყვის მოსმენა. და ქრისტე ამხელაპარაკობს, რომ მის მოსვლას 4 უძლიერესი მოწმობა აქვს, თუმცა ქრისტე ამბობს, რომ მას ეს მოწმობა თვითონ არ სჭირდება. მისთვის არ არის ეს, მან იცის რასაც აკეთებს. ეს თქვენ გჭირდებათ, ამბობს ქრისტე, რომ თქვენ დარწმუნდეთ, რომ მართალია ჩემი სიტყვა. და ამბობს, პირველი მოწმობა. რომელი იყო პირველი მოწმობა? სულ პირველად, როდის მოხდა ეს? როცა იოანე გამოჩნდა. იოანე ნათლისმცემელი და პირველი მოწმობა იყო იოანეს, როცა მან იმოწმა ქრისტესთვის, რომ აი ტარიგი ღვთისა ჩვენ შორის არის ის, ვინც მოგნათლავ თქვენ სულიწმინდ და ცეცხლით და მე უფლება არ მაქვს მით სიხსაცმელს შევეხო. მე გნათლავ თქვენ წყლით და ის სულიწმინდ და ცეცხლით მოგნათლავ, ამბობს იოანე, ხო? ეს იყო იოანეს მოწმობა. და ქრისტე ეუბნება მათ, რომ იოანემო გიმოწმათო თქვენო და ხოლო ცოტა ხანი გაიხარეთ მისითო. ის იყო იწვოდა როგორც სანთელი და ანათებდა, თქვენ კი ისურვეთ რომ ცოტა ხანს გეხარათ მისი ნათლითო. როგორც ადამიანებმა, როგორც ვიცით, ემოციურად უცბად რაღაცაზე ავენთებით, რაღაცას გავიხარებთ. აი ესე იყო იოანეს დროსაც. ნახეთ, იოანე როცა გამოჩნდა წინასწარმეტყველი ნათლისმცემელი იოანე, მთელი ისრაელი, იუდეა დაიძრა, მიდიოდა მასთან და ნათელს იღებდა მისგან. მაგრამ შემდეგ იოანეს ნათლისმცემის შემდეგ მათ არ ირწმუნეს მთავარი უწყება იოანეს. რა იყო მთავარი უწყება იოანეს? რომ ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე უძლიერესი. ეს მთავარი უწყება არ მიიღეს მისგან. აბსოლუტურად ერთხელ საუბარის დროს ქრისტეს რაღაც კითხვას უსვამენ იუდეველები და ქრისტე პასუხობს მათ საპასუხოდ. მეც დაგისვამ თქვენ ერთ კითხვას. ეუბნება იოანეს ნათლისმცემა ზეციდან იყო თუ მიწიდან? ანუ ღმერთისგან იყო თუ კაცის მოგონილი იყო?
ისინი ეუბნებიან, არ ვიცი. რატომ? იმიტომ რომ რო უთხრან ღმერთისგან იყო, მაშინ ქრისტე ეთქვის, მაშინ რატომ არ ირწმუნეთ რომ მე მოვდიოდი? რო უთხრან რომ კაცისგან იყო, მაშინ ჩაქოლავე, რადგან იოანე დიდ წინასწარმეტყველად ყავთ მიჩნეული. გესმით? ანუ მოვიდა იოანე, ამ მოწმას უძლიერესი მოწმობა ჰქონდა იოანეს, მაგრამ ცოტა ხანი გაიხარეს მისი და გაიმიწყეს ის. მეორე მოწმობა და მამამ ჩემმა მოვლინებელმა თვითონ იმოწმა ჩემთვის თქვენ არც მისი ხმა გსმენიათ ოდესმე არც ხატება გიხილავთ მისი სიტყვა ვერ დაემკვიდრა თქვენში ვინაიდან არ აგწამთ მის მიერ მოვლინებული. ნახეთ რას ამბობს? მამამ იმოწმა ჩვენთვის მამა ღმერთმა. როდის იმოწმა მამამ მისთვის? ნათლის რწმენის დროს, როცა გაიხსნა ცა და წმინდა მტრედის სახით გადმოდიოდა მამა იმოწმებდა რომ ეს არის ჩემი საყვარელი რომელიც სათნოა ჩემთვისო. ასევე გახსოვთ ფერის წვალებაზე, თაბორის მთაზე ფერის წვალების დროს, როცა მამა მოწმდა ესაა ძეცემ ჩემი საყვარელი, მას უსმენიეთ. ასევე ბზობას, ეს ადგილი ხანდახან ჩვენ ყურადღებიდან გამოგრჩება ხოლმე. ბზობას როცა შევიდა იესო დიდებით იერუსალიმში, შემდეგო ბერძნები მოვიდნენ და მოწაფეებს ეუბნებოდნენ, რომ იესოს ნახვა გვინდაო. არა მარტო ებრაელები, ბერძნები მოვიდნენ და ქრისტეს ნახვა გვინდაო. მოწაფე როცგულებს უთხრასო და ამ დროს ქრისტემ თქვაო, რომ აი იწყება ეხლა. აი მოიწია ჟამი, როცა უნდა განდიდეს თელ მსოფლიო, თელ დედამიწაზე ძეკაცისაო და ამ დროს ამბობს მამაო, განადიდე ძეს შენი და ზეციდან იყო ხუხილიო, წერს იოანე, განვადიდე და კვლავ განვადიდებოდა. ხალხმა თქვაო, ეს რა ხუხილი იყო? ზოგმა გაიგო მამის სიტყვა, რომ მამამ დაამოწმა, რომ მოვიდა ძის განდიდების დრო, ანუ ჯვარცმის დროა მოწენილი. და ქრისტემ ეუბნება, რომ მამა თქვენ არ გიხილავთ. მისი ხატება არასდროს არ გინახავთ და ვერც ნახავდით ვერასდროს. მაგრამ მისი სიტყვა ვერ დაემკვიდრა თქვენში, რატომ? რადგან არ აგწამთ მის მიერ მოვლინებული. გესმით? ანუ მის მიერ მოვლინებულს თუ არ იწამებ, ანუ იესო ქრისტეს, შენ მამას ვერ იხილავ. მამას თავისთავად ისაც ვერ იხილავ, მისი სიტყვა თუ არ დამკვიდრ, მისი სიტყვა ვინ არის? იესო ქრისტე. მისი სიტყვა თუ არ დამკვიდრდა შენში, შენ ვერ იხილავ ვერც მის ხატებას და ვერც მის დიდებას. ამიტომაც ამბობს ქრისტე, რომ ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. შემდეგ მოწმობა კიდევ ერთი ქრისტე მესამე მოწმობა. მეუკეთესი მოწმობა მაქვს ამბობს ქრისტე, ვიდრე იოანესი, საქმენი, რომელიც მომცა მე მამამა. საქმეები ჩემი საქმეები მოწმობს მკვდართა აღდგინება. ნახეთ, აქ 38 წლის ნეული კაცი აღადგინა სიტყვით უფალო. ხო დიდი სასწაულია. იქ კეთროვანი, რომელიც მკვდრად ითვლებოდა, კეთროვანი განწმინდა სიტყვით, ხომ ასე? შემდეგ იაიროსის ქალიშვილი 12 წლის გოგონა მკვდარი წევს სახლში, მიდის და ეუბნება, გოგონაო, შენ გეტყვი, აღზრდე და მკვდარი წამოდგება. შემდეგ ლაზარე 4 დღის უკვე სუნია გახწნილია, სუნი გამოდის საფლავიდან. და ეუბნება, გადაწიეთ საფლავის ქვა და ლაზარე გამოდი გარეთ. ფაქტურად მკვდართა აღდგინების წინასახია ეს. აი რაც მოხდება მკვდართა აღდგინებისას, მეორად მოსვლისას, ის აღასრულა. ლაზარე გამოდი გარეთ და ეს მკვდარი შესუდრული დგება და გამოდის გარეთ და აი ამ დროს ზუსტად აი ამ დროს გადაწყდა საბოლოოდ ქრისტეს მოკლა. რომ ისეთი სასწაული მოახდინა, რომ ყველა მას მისდევსო ამბობენ ფარისევლები და წიგნოვრები და თუ რამე არ ქენით, მთელი ისრაელი მაგას გახვებაო და ამ დროს გადაუწყდავენ მოკლას. და მეოთხე და ალბათ ერთ-ერთი მთავარი მოწმობა. მეოთხე მოწმობა, 4 ჩამოთვალეთ, ესე იგი პირველი იოანე, მეორე საქმეები, რაც ქრისტემ აღასრულა, მესამე მამა ღმერთის მოწმობა ზეციდან და მეოთხე, ნახეთ, გამოიკვლიეთ წერილი, გამოიკვლიეთ ბიბლია, ანუ ჩვენ ენაზე ვთქვათ. წაიკითხეთ ბიბლია, რადგან
გონიათ რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე და ისინი არიან რომლებიც მოწმობენ ჩემთვის. ახეთ თქვენ რომ ქრისტე შემდეგ ეუბნება ქვედამოხლებში რომ თქვენ რომ მოსესი გწამდეთო ბიბლიის 5 წიგნი ვისი დაწერილია? მოსესი ხო? პირველ თორა არის მოსეს დაწერილი. და გამოიკვლიეთ თორა ეუბნება ქრისტე. გამოიკვლიეთ წერილი თორა, წინასწარმეტყველი, ფსალმუნები, სხვა წიგნები. გამოიკვლიეთ ისინი მოწმობენ ჩემთვის. ქრისტე ეუბნებათ რომ თქვენ გონიათ რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. რას ნიშნავს ეს? ებრაელებში ესეთი მიდგომა გავრცელებული რომ მათ ეგონათ რომ ვინც ბიბლიას შეისწავლის, დაიზეპირებს, კარგად ეწოდინება რჯული, მცნერები, ყველაფერი, ის გადარჩენილია. ის დაიმკვიდრებს სასუფეველს. ის აზრი კი არა მისი მთავარი აზრი, არამედ ბიბლიის ცოდნა იყო თვითმიზანი მათთვის. და თქვენ გონიათ რომ ბიბლიაში აი ამ წერილში გაქვთ სიცოცხლე. მაგრამ წერილს იმიტომ ვერ იგებთ ამბობს ქრისტე, ნახეთ რომ თქვენ დიდებას ერთმანეთისგან ეძებთ და არა ღმერთისგან. აი ჩვენს ხშირად ადამიანებს ეს გვემართება, ნახეთ? ჩვენ ვეჯიბრებით ხშირად ერთმანეთს, ვინ უფრო კარგად იცის ბიბლიაში იძლება. ანუ უფრო ვინ უკეთესად გაიგო, ანუ დიდებას და პატივს ერთმანეთისგან ვეძებთ. ეს არ უნდა ვეძებოთ ჩვენ. ვინ უფრო კარგი მქადაგებელია, ანუ უფრო ვის უფრო მეტი ნახვა აქვს შეიძლება ინტერნეტში. ეს არის დიდება კაცთაგან. ქრისტე ეუბნება ამაში ამხილებს იუდეველებს რომ თქვენ დიდებას და პატივს ერთმანეთისგან ეძებთ. ღმერთისგან კი არა. ამიტომაც მე რომ ღმერთისგან მოვედი არ მიმიღებთ ღმერთის სახელით და შემდეგ მოვა ის ვინც თავის სახელით მოვა და იმას მიიღებ. ვიზე ლაპარაკობს? ვიზე? ანტიქრისტეს. ხოლო ის ვინც თავისი სახელით მოვა იმას შეიწმარა. ანუ ანტიქრისტეს. იმიტომ ამბობენ ჩვენში ვარ გავწერებული ეს რომ ებრაელებიო ანტიქრისტეს მიიღებენ და ებრაელები ანტიქრისტეს აღაზევებენ. აი ჩვენი ხალხშიც გავრცელებული ეს. აი ეს საფუძველი აქ აქვს ამას. ქრისტე ეუბნება მათ რომ აი ის ებრაელები, ყველა არა რა თქმა უნდა. ებრაელთა ნაწილი, მცირე ნაწილი ქრისტეს იცნობს, მეორე მოსნობს. მაგრამ ებრაელთა დიდი ნაწილი, აი ქრისტე წინასწარმეტყველებს ამას. მე არ მიმიღეთ ამბობს ქრისტე, მაგრამ მოვა ანტიქრისტე და იმას მიიღებთ და იმას აღაზევებთ თქვენ. ნუ გონიათ რომ ბრალს დაგდებთ მამის წინაშე. თქვენი ბრალდებელი არის მოსე, ვისი იმედიც გააქვთ. ვინაიდან მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგან მან ჩემთვის დაწერა. ხოლო თუ მისი წერილის არ აგწამთ, როგორ გაიწამებთ ჩემს სიტყვებს? ნახეთ, მოსესი რომ გწამდეთ, ჩემსაც იწამებთ, რადგან მან ჩემთვის დაწერა. მე რო ეს ადგილი ნახე თავის დროზე, როცა ბიბლიას კითხულობდი, აი უზარმაზარი კარები გაიხსნა ჩემთვის. ნახეთ, მან ჩემთვის დაწერა. ესე იგი მოსეს დაუწერია თურმე ქრისტეს შესახებ. და მე ვფიქრობდი, სად არის კაცო, მე რატო არ ვიცოდი ეს? მე მხოლოდ სახარებას ვკითხულობდი, მხოლოდ ახალ აღთქმას ვკითხულობდი, მე მხოლოდ წმინდა მამების, ჩვენ მამების განმარტებას და ქრისტე ამბობს, რომ მოსემ თურმე თორაში ებრაელთა პირველ 5 წიგნში ჩემთვის დაწერაო. შემდეგ დავიწყე დიდი ენერგიით და მონდობილობით, თქოს ღმერთმა გამიხსნა ეს კარები, ეს უზარმაზარი კარები. სად არის, აბა? სად წერია მოსესთან ქრისტეზე და ძალიან ბევრი ადგილი ვიპოვე მოსეს მიერ დაწერილი ქრისტეს შესახებ. აი, სულ რამოდენიმეს გეტყვით, რომ თქვენ მიხვდეთ რაზე ვლაპარაკობ. აი, მაგალითად, აბრაამს რო უთხრა ღმერთმა, წამოიყვანე შენი ძე, ერთა მხოლოდ შობილი ისააკი და შემომწირე. მორიას მთაზე შემომწირე. ხო ეუბნება, ხო გახსოვთ ეს ადგილი? მე ეს ბავშვი რო ვიყავი, აბრაამი რო სწირავს მსხვერპლს, რენესანსის დროინდელი რაღაც ნახატი მქონდა, ის მქონდა რეპროდუქცია ფრესკის და უყურებდი ეს აბრაამი რო შვილს კლავს, რო ჩემთვის არაფერს არ ნიშნავდა.
და რომ გავიგე რომ ეს თურმე ქრისტეზეა ნაწინასწარმეტყველები ის რაც აბრაამის უთხრა ღმერთმა უზარმაზარი რაღაც გაიხსნა ჯერ და რა ხდება მორიას მთაზე წამოდიო აბრაამი სხვა გაცხოვრობს ღმერთი უნდა მორიას მთაზე წამოიყვანე ისააკი და შემომწირებს ხვევლად და ისააკი აბრაამს ღმერთმა მისცა აბრაამი და სარა 100 წელს მიტანებულები არიან შვილი არ ყავთ და ღმერთმა მისცა მათ ღრმა მოხუცებულობაში შვილი კაცო ამ აბრაამის შვილი არ ყავდა ეხლა ეს ერთი შვილი მიეცა ახლა ღმერთი ეუნება ის ღმერთი იმავე ღმერთი რომელმაც შვილი მისცა რომ შემომწირე აიღო ერწმუნა აბრაამი უფალს წაიყვანა ისააკი წაიღო შეშა მიდის ამ მორიას მხარეს და მორიას მხარე სად არის როგორ გონიეთ მორიას მხარე არის იერუსალიმი იქ სადაც შემდეგ ქრისტე ჯვარს ეცვა იერუსალიმში თანეუნება მორიას მხარეში ერთ-ერთ მთაზე უნდა შემომწირეო ერთ-ერთი მთა რომელი იყო გოლგოთა და მიდის ეს აბრაამი ამ მთაზე მიდის და შეშა ბიჭებს მოსახურებს უთხრაო მთის ძირას რომ თქვენ აქ დარჩიდო მე და ეს ბიჭი წავალთო და ჩამოვალთო და ჩამოვალთო იმიტომ რომ აბრაამმა იცის რომ რაღაც უნდა მოხდეს იმიტომ რომ ღმერთმა აბრაამს როგორი წმენა აქვს ნახეთ აბრაამის წმენა არის კაცო თუ მე ყდებოდი და შვილი არ მიჩნდებოდა უშვილოდ უნდა გადავგებულიყავ ხო და ღმერთმა მომცა შვილი რომ შემწირო მსხვერპლად დამიბრუნებს მაინც ყდრეთი და აღდგომის წმენა აქვს აბრაამს გესმის რომ ღმერთის ხელშია მისი მოცემაც და რომც მოყდეს ისააკი დამიბრუნებს ისააკი ამ დროს ბავშვი კი არ არის ისააკი უკვე ახალგაზრდა ბიჭია ამ დროს გესმით ბავშვი კი არ არის და მიდის და ეხლა საუბარია ნახეთ როგორც მამა ღმერთმა ძე ღმერთი მსხვერპლად გამოიგზავნა აი ესე მამა და ძე მიდიან ამ მთაზე ამ მორიას მთაზე და ეუნება ისააკი მამაო შეშა და შეშა მოგვაქვს მსხვერპლი სად არისო მსხვერპლი ანუ კრავი სად არისო ნუ კრავი არ მიყავთ თან აბრაამს ეს დასაკლავი კრავი არ მიყავს და ისააკი ეუნება რომ მსხვერპლი სადღაა მამაო შეშა მოგთა ცეცხლი მოგაკვირა აბრაამი პასუხობს ღმერთი გამოაჩენ შვილო მამა შვილო აი სულ მამას და შვილის საუბარი როგორც მამა ღმერთის და ძე ღმერთის და მიდიან და როცა უკვე ყველაფერს გაამზადეს აბრაამი და უნდა შესწიროს ისააკი მსხვერპლად უფლის ანგელოზი ზეციდან დაუძახებს რომ შეწყვეტე აბრაამი იხილა ღმერთმა შენი რწმენა რომ ყველაფერი გემეტება ღმერთისთვის საკუთარი ძეთ მხოლოდ ჩობილი ძეც კი გემეტება როგორც მამა ღმერთმა მხოლოდ ჩობილი ძე შემოგწირა ჩვენ გოლგოთას და შემდეგო როცა მორჩა ეს ამბავი მოტრიალდნენ ჩამოსასვლელად და რა დაინახეს რა კრავი დაინახეს რქებითო ეკლებში იყო გაბლანდული ძეძვნარი იყო ხნა ეკალბარდები და კრავი დაინახეს რომელიც თავითო ეკლებში იყო გახლართული ვისი თავი იყო ეკლებში გახლართული იესო ქრისტეს და ამ ყველაფერს მოსე წერს და დაპირდით 1600 წლით ადრე ქრისტეს ჯვარცმამდე აი ყველაფერი შეიძლება თქვა რომ ყველაფერი თქვა თვალზე დაემთხვა მაგრამ ეკლებში თავით გახლართული ცხარი როგორ უნდა მოიგონო აი ხო რა იცოდა მოსემ იმ დროს როცა წერდა რომ რომაელები ეკლის გვირგვინს დაადგავდნენ ქრისტეს რა იცოდა ღვთის სულმა იცოდა ის რაც მომავალში უნდა მომხდარიყო ამიტომ ამობს ქრისტე თქვენ რომ მოსე გწამდეთ მეც მიწამებდი რადგან მან ჩემთვის დაწერა აი ის ეხლა რაც მე მოგიყევით აბრაამზე ისააკზე ასეთი უამრავია ძველ აღთქმაში ქრისტეზე წინასწარმეტყველებანი გესმით ამიტომ ამას უნდა ნახეთ კიდე ერთი სულმოკლე წინასწარმეტყველება მოსეს ჯულში წერია რომ დაწევლილია ისო ვინც ხეზე იქნება ჩამოკიდებული რადგანო თუ ვინმე სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენსო აი მოსეს ჯულში წერია ეს არის მოსეს მეხუთე წიგნში თორაში თუ ვინმე სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენსო და სიკვდილი დასჯითო არ უნდა დატოვოთო ქალაქშიო
მთელი ღამეო, რადგან დაწყევლია ის, ვინც ხეზე იქნება ჩამოკიდებული. ვინ დაიწყებლა ჩვენს მაგივრად? ქრისტე. და ხეზე ვინ ჩამოკიდეს? იესო ქრისტე. ხო? სიტყვით წერია, დაწყევლილია ის, ვინც სასიკვდილო ცოდვას ჩაიდო, მას თვითონ ცოდვა არ ჩაუდენია ქრისტეს, მაგრამ ჩვენი ჩადენილი ცოდვები იტვირთა, დაიწყევლა ჩვენს გამო და ხეზე იქნა ჩამოკიდებული, ჯვარი ხომ ხეა, ვარ არის? და აღსრულდა ის, რაც ჯულში ეწერა ქრისტეზე. ხო? როგორ იგივე ის რაც წინა საუბარზე განვიხილეთ, როდესაც გველის ნაკბენით ხალხი კვდებოდა, ხო? და მოსემ ამაღლა უდაბნოში გველის და თქვას რომ აი ამ გველს ვინ შეხედავს რწმენით არ მოკვდება შემდეგ ქრისტიანობის ის გველი ჩემი სიმბოლოა აი ახლა გოლგოთაზე ამაღლებულს ვინ შეხედავს ძეს კაცისას ძე ღმერთს ის გადარჩება და ის მარადიულად იცოცხლებს და არ მოკვდება ამიტომაც ეუბნება ქრისტე რომ თუ თქვენ მისი წერილის არ აგწამთ როგორ გაიწამებთ ჩემს სიტყვებს და ასე მთავრდება ეს მეხუთე თავი ეს არის ერთ-ერთი პირველი დაპირისპირება ქრისტესი იუდეველთა წინამძღვრებთან რადგან მათ ისინი აშკარად ხედავენ რომ ეს არის ის ქრისტე ის მესია რომელსაც ელოდა ხალხი მისი ძლევამოსული სასწაულებით მაგრამ ძალაუფლების დათმობის გამო არ უნდათ ამის აღიარება და ნენელა სიტუაცია ისე იძაბება რომ მოსმალე სიკვდილს გადაუწყვეტენ. შემდეგი თავი, მეექვსე თავი არის სადაც ლაპარაკია ზეციურ პურზე, რაც ლაპარაკია ზიარებაზე, რაც ლაპარაკია ქრისტეს სისხლზე და ხორცზე და ძალიან საინტერესოა ამ თავის განხილვას სასწაული ხდება იქაც, როცა ქრისტემ 5000 კაცი დააპურა 5 პური და 2 თევზი და შემდეგ ის ლაპარაკობს რომ მე ვარ პური რომელიც ჩამოვედი ზეციდან და ზოგი ნაწილი ამას იგებს, ნაწილი ამას ვერ იგებს და ძალიან საინტერესოა ამისი მოსმენაც და განმარტებაც. ამიტომ მე გთხოვთ ისევ ამით დავასრულოთ დღევანდელი საუბარი რომ მეექვსე თავი თქვენთვინ ისწავლეთ სახლში. ოღონდ შემთხვევაში ის ტექსტი მასალა რომ მზად გქონდეთ რომ შემდეგ განმარტება ძალიან ადვილი იყოს თქვენთვის აქ მოსასმენად. მადლობა ღმერთს და მადლობა თქვენ.